გამარჯობა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. მსვლელობა პაპას ბაღიდან სამევის საკათედრო ტაძრამდე, როგორ აღნიშნეს ოჯახის სიმტკიცის დღე გურჯაანში. ოჯახის სიმტკიცე ჩვენი ერის სიმტკიცე და ძლიერება. აწარმოეს საქართველოში გურჯაანში სამთავრობო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რაც გულისხმობს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა. რეგიონში კიდევ უფრო მაღალი მნიშვნელობა გააჩნია ამ პროექტის გაგრძელებას და განვითარებას. ეს დახმარება დიდად შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის წამოწევას. სასმელი წყლის პრობლემა ველიციხესა და ახაშენში. იგეგმება თუ არა სოფლებში ჭაბურღილების მოწყობა. როცა წვიმამოა ისეთი მოდის ტალახი. ზამთრის პერიოდში თუ გაიყინა არც მაშინ მოგდის, თუ დიწვა მოვიდა არც მაშინ მოდის. ხანდახან ცეთი ხმაურია, რა გული ლამის გამისკდეს. ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტება დასჯადი ხდება და სანქციები დაეკისრებათ კანონდამრღვევებს და როგორ აფასებს მოსალოდნელ სიახლეს მოსახლეობა. ზედმეტი ხმაური ვისაც ააგდა იმაი ვერ გააჩერებ. უნდა დაიცადოს. კარბი და GRC რეგიონული ტელევიზიების რეიტინგების კვლევას იწყებს, რაში დაეხმარება ეს მაუწყებლებს. ამ ტელევიზიების გამოადგება თავიანთი პროგრამების უკეთ დაგეგმვაში და ბიზნესთან ურთიერთობაში. 18 მაისს საქართველოს ეროვნული სამოსის დღეს გურჯაანით შეუერთდება. რა ღონისძიებებია დაგეგმილი? მსვლელობა დაიწყება 3 საათზე კულტურის ცენტრიდან, ამოვივლით ნონიშვილის ქუჩას და დასრულდება პაპას ბაღში. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და i-ვიდეოზე. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს სასულიერო პირები და მოქალაქეები ოჯახის წევრებთან ერთად გურჯაანში პაპას ბაღში შეიკრიბნენ. მოძღვრებმა მოქალაქეებს ის მთავარი ღირებულებები შეახსენეს, რაც ოჯახისა და ერის სიმტკიცეს განაპირობებს. ღონისძიების შემდეგ ივერის ღვთისმშობლისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატით პაპას ბაღიდან გურჯაანის სამების ტაძრამდე მსვლელობა მოეწყო. ნახოთ ვერაიაშვილის სიუჟეტი. ოჯახის სიძლიერე და სიწმინდე, რომ ერის სიმტკიცია და მშობლების მოვალეობა შვილების კარგად აღზრდა, მათ განათლებასა და ნათელ მომავალზე ზრუნვა, ეს გურჯაანელმა ახალგაზრდებმა და სამების ტაძრის მოძღვრებმა დღეს ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად პაპას ბაღში შეკრებილ ხალხს კიდევ ერთხელ შეახსენეს. პატრიარქის ინიციატივით დაწესებულ ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს გურჯაანელები ღონისძიებით და მსვლელობით უერთდებიან. გურჯაანელებს, რომელთა უმრავლესობა აქციაზე ეროვნული ტრადიციული სამოსით მივიდა, სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა ილიამ ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა და ოჯახურ ღირებულებებსა და მოვალეობებზე ესაუბრათ. პირველს ყოვლისა, ყველა გურჯაანელს და სრულიად საქართველოს მიულოცავ დღევანდელ დღეს. დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. რამდენად მნიშვნელოვანია ეს, ალბათ ყველა ის ადამიანი ხდება, ვისაც უყვარს საქართველო, ვისაც უყვარს თავისი ოჯახი, ვისაც ღმერთი ყავს გულში. საფუძველი მაინც ოჯახის ესეთი მყარი საფუძველი არის ჩვენი სარწმუნოება და ვინც ახლოსაა ქრისტეს ნათელთან, იმ ოჯახში, სადაც ქრისტეს ნათელი სუფევს, იქ ყველაფერი თავის ადგილზე. დღეს სიმბოლურად გურჯაანიც უერთდება ოჯახის სიწმინდის დღეს, რომელიც იმართება პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და დღეს მე და ჩემი მეგობრები ასე ტრადიციული ფორმით შევუერთდით ამ აქციას. მოვედი მე და დავდექი აქ, იმიტომ რომ დიახ, ოჯახის სიწმინდეა ერის ძლიერება და ქვეყნის ძლიერება. თუ ოჯახი ძლიერი იქნება, თუ ოჯახი წმინდა იქნება, ქვეყანა ძლიერი იქნება და ერიც ძლიერი იქნება. როგორ ფიქრობთ, ყოველ წელს უნდა ტარდებოდეს? ყოველ წელს კი არა, მე თვითონ მკითხავ. ყოველ დღე უნდა იყოს. ყოველ დღე უნდა ვიბრძოლოთ ერის სიწმინდისთვის, ოჯახის სიწმინდისთვის. ღონისძიების დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ივერიის ღვთისმშობლისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატით პაპას ბაღიდან გურჯაანის სამების ტაძრამდე მსვლელობა მოაწყეს. 2014 წლიდან ოჯახის სიწმინდის დღე დაწესდა ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ჩვენი ეპარქია და ველიციხის ეპარქია
შევუერთდით ამ მსვლელობას, ამ აქციას. ოჯახის სიმტკიცე, ჩვენი ერის სიმტკიცე და ძლიერება, ოჯახის სულიერად სიძლიერე, ეს ჩვენი ერის სულიერად სიძლიერეა და მე ყველა ოჯახს საქართველოს სრულიად საქართველოს საზოგადოებრივ მყოფ ყველა ქართველ ადამიანს ულოცავ აი ამ დიდებულ დღესასწაულს, ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევა, აწყურის ღვთისმშობლის, ივერის ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევა არ მოვაკლოს ჩვენს ქვეყანას. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა გურჯაანის სამების ტაძარში დასრულდა, სადაც მამა ილიამ პარაკლისი გადაიხადა და იქ შეკრებილი ველისციხისა და გურჯაანის ეპარქიის მრევლი დალოცა. ოჯახის სიწმინდის დღე უწმინდესის ლოცვა კურთხევით საქართველოში 2014 წლიდან აღინიშნება. აწარმოეს საქართველოში სამთავრობო პროგრამის პრეზენტაცია გურჯაანში. პროგრამის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მცირე და მიკრობიზნესის ხელშეწყობის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდეს. მათი განცხადებით, მსურველს, რომელსაც ბიზნესის წამოწყება სურს, ბიზნეს იდეა ვებგვერდზე 3w.kartuli.g 31 მაისამდე უნდა დაარეგისტრიროს. შეგახსენებთ, რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა სახელმწიფო მხრიდან 5,000-დან 15,000 ლარამდე თანადაფინანსებას გაცემას გულისხმობს და ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში დამცირ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპის შესახებ. მოგხსენებათ უკვე 15 მაისიდან გამოცხადდა ბიზნეს იდეების კონკურსი და რეგიონში ყველა მოსახლეობას ყველას აქვს იმის საშუალება, რომ 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით შემოიტანონ განაცხადი და არეგისტრირდნენ ჩვენს საიტზე 3w.kartuli.g და მოიპოვონ საბოლოო დაფინანსება, რომელიც განსაზღვრული არის ჩვენი პროგრამის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის გაგრძელება რეგიონებში, რადგანაც ჩვენ კარგად ვიცით და პრეზენტაციითაც წარმოდგენილი არის მონაცემები, რომ ბიზნესი უფრო ხშირად კონკურენტუნარიანი ვერ არის ხოლმე რეგიონებში და ქალაქში არის თავმოყრილი ძირითადად ესეთი მცირე და საშუალო ბიზნესები, ამიტომ რეგიონში კიდევ უფრო მაღალი მნიშვნელობა გააჩნია ამ პროექტის გაგრძელებას და განვითარებას. მე ვარ შეზღუდული შესაძლებლობის, მქონდა მე ჩემი ბიზნესი, ჩემი ავადმყოფობის გამო გავაჩერე და ვინ დაახორციელება ისე. იმედი მაქვს, მე გავიგე რომ მოდიან ამ მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის და იმედი მაქვს რაღაც დახმარებისა, რომ საქონლის შესაძენი თანხა მინდა. თორე დანარჩენი ფერმა, შენობანადობა ყველაფერი მაქვს მზად. ძალიან ნაყოფიერი იყო დღევანდელი შეხვედრა. იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრამა გაამართლებს და ბევრს მოწადინებულს, ვისაც უნდა რომ აწარმოოს პატარა მცირე ბიზნესი და ვისაც არ აქვს საშუალება რომ საკუთარი სახსრების ეს დახმარება დიდად შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის წამოწევას. სასმელი წყლის პრობლემა ველისციხესა და ახაშენში მოსახლეობა საკითხის დროულად მოგვარებას ითხოვს. მათი თქმით, სოფლები მხოლოდ ბუნებრივი წყლით მარაგდება და ეს საკმარისი არ არის. პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში, გვალვის პერიოდში მწვავდება. ამიტომ ისინი ჭაბურღილების მოწყობას ითხოვენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ 2017 წელს ამ სოფლებში ჭაბურღილების მოწყობა დაგეგმილი არ არის. წყლის პრობლემა კიდე ჩვენი ეს არის დილით 12 საათამდე მოდის, მერე წყდება. ვეშურებით რომ დროზე ავიღოთ წყალი, ან თუ გასარეცხი გვაქვს, ან თუ ასავსები ჭურჭლები, რომ ვიდრე დაწყდება მოვასწროთ. ამ წყალს ისედაც დასალევად ვერ ავხმარობთ, იმიტომ რომ 1000 რამე მოსდევს. დაბინძურებულია. როცა წვიმამოა ისეთი მოდის ტალახი. იმისი არც დასალევად ხმარება შეიძლება და არც კიდე სარეცხისთვის და ჭურჭლის. ზუსტად მაგას ვლაპარაკობ ჩვილო, რომ ერთი ჭაბურღილი რო გაკეთდეს, აი ცენტრში ფაქტიურად არ უნდა იყოს. ეს წყალია, იქიდან არის ჭერემხევიდან არის გამოყვანილი, 3 დღის წინ მოდიოდა, შეწყდა დღეს წყალი არ არის. თუ წვიმა არის ტალახიანი მოვა ეს ხევის წყალი, მაგრამ იქნება. სათავეზე უნდა დაეყენდეს ფილტრები, იქ უნდა გაიფილტროს წყალი და წამოვიდეს მე სუფთა წყალი, რომ სარეცხის შეხმარება და დასალევადაც ეხმაროს ადამიანს. დიდი წვიმა რომ მოვა და ხევი ადიდება, იქ სათავე სადაც ჩავიდეს, იქ გადახეთქავს, და მიდის წყალი და აღარ მოდის. მე ზაფხულში როცა წვიმა აღარ არის, წვიმები არ არის, გვალვები დაიწყება, ხევზე წყალი აღარ არის და საერთოდ წყალი არ გვაქვს ზაფხულში. ზამთრის პერიოდში თუ გაიყინა არც მაშინ მოგდის. თუ დიდი წვიმა მოვიდა, არც მაშინ მოდის და თუ მოვაკიდა ამღრეული მოდის. ამ წუთში 5 დღეა წყალი არ ვაქვს.
სულ მალე თუ ხმაურის დასაშვებ ნორმებს გადაამეტებთ, შესაძლოა დაჯარიმდეთ. კანონი იურიდიულ პირებთან ერთად ფიზიკური პირებისთვისაც მკაცრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანის ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა. რა სანქციები დაეკისრებათ კანონ დარღვევებს და როგორ აფასებენ მოსალოდნელ სიახლეს გურჯაანში, გიორგი ბაღანაშვილი დაინტერესდა. მალე შესაძლოა დღის დაღამის საათებში საცხოვრებელ სახლებსა, საზოგადოებრივ და საჯარო შენობებში ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტებისათვის ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდეს. პროექტი უკვე მომზადებულია. იგი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უკვე წარუდგინა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ავტორი 7 დეპუტატია. ახალი ინიციატივის მიხედვით პირველ ეტაპზე ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტებისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირს გაფრთხილებას მისცემენ. 1 წლის განმავლობაში იგივე ფაქტის გამეორებისათვის კი ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტება მესამე და შემდგომ ჯერზე კი ფიზიკური პირის 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ძალიან ბევრი მოქალაქე ელახავდა პარლამენტს ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად აქტივირება საჭირო იყო იმუშავა სამუშაოებით, მაგრამ როგორც საერთაშორისო გამოცდილებას შეაძლოა საქართველოში არის მოქალაქე რომელიც ხდება თავისი ნებისმიერ გარეშე ხმაურის ქვეშ მისი ჯანმრთელობა არანაკლების ზიანის ქვეშ დგება ვიდრე ხათიგივე მალე გამონაბობთან მიმართებაში ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია და შესაბამისად რაღაცა ლეგიტიმობა საჭირო იყო. ახალი ინიციატივა მოსწონთ გურჯაანში გამოკითხულ რესპონდენტებს. მათი ნაწილი ამბობს, რომ არის შემთხვევები, როდესაც ხმაური აწუხებ. ამიტომ ფიქრობენ, რომ იგი დასჯადი უნდა იყოს. ღამე ხან არის რომ მოსვენება არ გვაქვს ქუჩაზე. არის მომენტები, რომ ილანძღებიან, იგინებიან უშვერი სიტყვებით და ეს რა სასიამოვნოა, აბა. მე მივესალმები მაგალითად დასჯადი იყოს. ხანდახან ცეთი ხმაურია რა გული ლამის გამისკდეს. აი მე მაგალითად ქუჩის პირას ხოდა მანქანების საშლელი ხმაური თუ პატარა შეფერხება აყვირილი წივილი ეს ერთმანეთში ჩხუბი და რა ვიცი. უნდა დაისაჯონ, აბა. უნდა დაისაჯონ, იმიტომ რომ მეორე აღარ გაიმეორებს. აი ამ ადგილებში არის ხოლო ხშირად ხმაური. შემოწუხებელია და რასასიამოვნოა ისედაც ძალიან ბევრი პრობლემებია ახლა ხმაური დამატებით. ხმაურს რო ესე იგი ვიგებ, გინდა გარედან, გინდა შიგნიდან, ეს ჩემ ნერვულ სისტემაზე ძალიან მოქმედებს. ზედმეტი ხმაური ვისთათაა და იმაი ვერ გააჩერებ. უნდა დაისაჯოს. ძალიან კარგია, მე ვეთანხმები. უნდა დაისაჯოს, აბა ქუჩა და ხულიგნების და იმების ხელში უნდა იყოს. საერთოდ ხმაური არ არის კარგი, იმიტომ ყველა საქსუფლება იცხოვროს ამ ქვეყანაზე წესიერად, ხო? არის მე ძალიან ისა ვარ რომ მაგაზე შეეხნენ მაგ საკითხს. იმიტომ თბილისში მე ვიცი რა ხდება რესტორნებიდან ხმაურები რო გამოდის და ხალხს აქვს ზარვეული ცხოვრება და ესე მე შეხება მაგ ხალხთან და ეს კარგია თუ კი იბძიან მაგ საკითხზე. ალბათ საჭიროა. ვინცაც წუხდება, ალბათ საჭიროა რომ დაისაჯოს. გინდას ჯარიმის კანონ პროექტის დამტკიცების შემდეგ 2018 წლის 1 აპრილამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოგმს შეადგენს და საქმეს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ. ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას სპეციალური ხმაურმზომი ხელსაწყოების მეშვეობით საპატრულო პოლიცია მოახდეს. 2018 წლის 1 აპრილიდან კი ხმაურის გადამეტებაზე კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაეკისრებათ. გარბი და JRC რეგიონული ტელევიზიების რეიტინგების კვლევას იწყებს. კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და შიდა ქართლში გამოკითხვა კლასტერული შერჩევის მეთოდოლოგიით ჩატარდება, რაც საბოლოო შედეგებში ცდომილებას მინიმუმამდე ამცირებს. მონაცემებს დაემატება თბილისის შეწონილი მაჩვენებელიც გარბის წევრი ადგილობრივი ტელევიზიების რეიტინგების კვლევას რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან ერთად იწყებს, რომელიც 5 რეგიონულ უნივერსიტეტს აერთიანებს. რეგიონული მაუწყებლების აუდიტორიის დასადგენად საქართველოს მასშტაბით 1000 მოქალაქე გამოიკითხება. კითხვარი დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ არის შედგენილი, როგორც მთლიანად რეგიონული მედიის, ასევე ცალკეული ტელევიზიის
ტელევიზიების ყურებადობის კვლევის შედეგები ივნისისთვის გახდება ცნობილი. გარბის აღმასრულებელი დირექტორის ნათია კუპრაშვილის თქმით, რეიტინგები მაუწყებლებს საკუთარი პროგრამების უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება. მეთოდოლოგია არის ისე გაწერილი, მინიმუმ 1 პრომილი პოტენციური აუდიტორიის არის აუცილებლად გამოსაკითხი. საბოლოო ჯამში 1000 მოქალაქე იქნება გამოკითხული, მაგრამ როგორც თქვი, კლასტერული შერჩევა და ზოგადად ოჯახებში დღიურების გამოკითხვა რეპრეზენტატულობას უზრუნველყოფს იმ სამაუწყებლო ზონებში, რომლებშიც არიან ჩვენი მაუწყებლები და ამიტომ ცდომილება იქნება ძალიან ნაკლები. ჩვენ გვექნება როგორც ზოგადად რეგიონული მაუწყებლების ყურებადობის მაჩვენებელი, სადღაც ივნისისთვის, ისე ცალკეული ტელევიზიების მაჩვენებლები, რაც ამ ტელევიზიების გამოადგება თავიანთი პროგრამების უკეთ დაგეგმვაში და ბიზნესთან ურთიერთობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 18 მაისი საქართველოს ეროვნული სამოსის დღეა. ამასთან დაკავშირებით ხვალ 15 საათზე გურჯაანის კულტურის ცენტრის წინ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ, რომელიც პაპას ბაღში დასრულდება. ღონისძიებაში ჩართულია საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება, რომელიც გამოფენას ძველ ეროვნულ სამოსს და აქსესუარებს, აგრეთვე შესაბამის ლიტერატურას. გურჯაანის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები კი ადგილზე თემატურ ნამუშევრებს წარმოადგენენ, მოეწყობა ფოტოგამოფენაც. 18 მაისი გამოცხადებულია ეროვნული სამოსის დღედ. საქართველოს 25 ქალაქში აღინიშნება და მათ შორის წელს პირველად გურჯაანშიც. ჩვენ შევუერთდებით, ღონისძიება დაიწყება, ანუ მსვლელობა დაიწყება 3 საათზე კულტურის ცენტრიდან. ამოვივლით ნონეშვილის ქუჩას და დასრულდება პაპას ბაღში, სადაც იქნება გამოფენები. საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება არის ჩართული გამოფენით. გამოიფინება მუზეუმებიდან ეროვნული სამოსი აქსესუარები, ქამარხანჯალი და ასე ძველებური აქსესუარები, სამკაულები. ასევე ჩართულია სამხატვრო სკოლა, რომელიც სკოლის მოსწავლეები დახატავენ ეროვნულ სამოსის, თემატურ ნახატებს შეასრულებენ. ჩვენ ხომ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ ამ სახელწოდების ღონისძიებაზე, მიიწვიეს საბავშვო საესტრადო ანსამბლ ათინათის წევრებმა თანატოლები და საესტრადო სიმღერები და ცეკვები შესთავაზეს. დღევანდელი ჩვენი ღონისძიება მიეძღვნა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს. ძალიან გაიხალისეს ბავშვებმა და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო. კონცერტი წარმოადგინა გურჯაანის კულტურის ცენტრთან არსებულმა საბავშვო საესტრადო ანსამბლმა ათინათი, სახელწოდებით ჩვენ ხომ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ. მე შევასრულე იტალიური სიმღერები და დამაჯილდოვე საბლომის მედლებით. ძალიან კარგი ღონისძიება იყო, ძალიან მომეწონა. კმაყოფილები დარჩნენ ბავშვები. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების განცხადებით მსგავსი ქმედება ყოვლად მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკასა და პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ევროკავშირის პოზიცია არაერთხელ გაცხადებულა გაჟღერებულა იმ განცხადებებში, რომელსაც ევროკავშირი პერიოდულად აკეთებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, ასევე იმ დამგმობ განცხადებებში, რომლებსაც ის აკეთებს, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებს და ასე იყო ცოტა ხნის წინ, როდესაც ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ეგრეთ წოდებული არჩევნები და ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი. ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოეხმაურა და დაგმო ეს რუსეთის ფედერაციის ეს პროვოკაციული ქმედება საქართველოს ტერიტორიაზე. ასე რომ ამ ხრივ ევროკავშირის პოზიცია არ შეცვლილა და ის როგორც აღნიშნეთ, ხალხს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებით. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროს ლინას სპარნავას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბესიკ ამირანაშვილმა და ლინა სპარნავამ საქართველოსა და ლიტვის საპოლიციო სტრუქტურებს შორის ორმხრივი წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საქართველოსა და ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არის ძალიან მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის საპოლიციო პროგრამაში ლიტვა არის ჩვენი ძირითადი პარტნიორი.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის შედეგად ჩვენთვის შესაძლებელი გახდა გაგვეზიარებინა ლიტვის წარმატებული გამოცდილება ისეთი მიმართულებით, როგორიც არის მოწმეთა დაცვა, დანაშაულის ექსპერტიზა, კიბერდანაშაულის გამოძიება. ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ შევაჯამეთ ის მიღწევები, რომელიც შესაძლებელი გახდა ჩვენი თანამშრომლობის შედეგად. შეხვედრის შემდგომ დავათვალიერებინეთ ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, სიამოვნებით გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში ხატებითა და ლოცვით მსვლელობა გაიმართა. მართლმადიდებელი მრევლის სასულიერო პირებთან ერთად ფილარმონიიდან სამების ეკლესიისკენ გაემართა. მრევლისა და სასულიერო პირების შეკრება და კონცერტისთვის მზადება ფილარმონიასთან 9 საათზე დაიწყო. კონცერტები სხვადასხვა ადგილას გაიმართა, მათ შორის ვარდების მოედანზე, ოპერისა და პარლამენტის შენობების წინ, ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამასთანავე კათოლიკოს პატრიარქმა 6-ზე მეტ შვილიან ოჯახებს თავდადებული მშობლის ტიტული მიანიჭა. ეკლესიამ პატრიარქის უსაფურთხევით დააწესა ოჯახის სიწმინდის დღე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ქართველი მოქალაქისათვის. რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველებისთვის. როგორც ერთ-ერთი ქართველი ძალიან მოხარული ვარ პირველად ღებულობ ეს ცხოველობაში მონაწილეობას და დღეს როგორც ჩემთვის ცნობილი არის საპატრიარქოს ჩახოსებში გამაწევრიანებენ და ორმაგად სასიხარულო არის ეს ყველაფერი ჩვენთვის. სულად საქართველოს ლოცავ დღევანდელ დღეს. მე მინდა ერთი წინადადებით შემოვიდე. სიტყვა ოჯახი არა ქართული სიტყვა და როგორც ძველ ქართულ ხელნაწერებშია მოხსენებული, ოჯახი ქართულ ენაზე ნიშნავს კერას, კერიას, უფრო ლიტერატურულად ეს არის სახლი, სახლეული ან კომლი. ამას ჩვენი დიდი წინაპრები, ჩვენი მეცნიერები ამტკიცებენ. ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე LGBT აქტივისტებმა საქართველოში 1 საათიანი აქციით კანცელარიის შენობასთან აღნიშნეს. აქციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ტერიტორია მათთვის გამოყოფილი სამარშრუტო ტაქსებით დატოვეს. ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები, გადაკეტილი იყო მიმდებარე ქუჩები. ადგილზე იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. 17 მაისი არის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური სახელმწიფო მთელ მსოფლიოში. დღევანდელი აქცია იყო მანიფესტაცია სწორედ ამ ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ. მოგვეცა ოღონდ რაღაც ნახევარი საათი, იმიტომ რომ მაინც არ არის ბოლომდე უსაფრთხოების გარანტიები. ანუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბოლომდე ღია აქცია ჩაატარო. ამ LGBT თემს ისე როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, ისე როგორც ნებისმიერ სხვა ჯგუფს უნდა კონდეს იმის საშუალება, რომ შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი წუხილი, თავის პრობლემაზე ისაუბროს საჯაროდ. დღეს ეს უფლება მხოლოდ ნაწილობრივ ხორციელდება, იმიტომ რომ შსს იყო ვინც განსაზღვრა, სად უნდა ჩატარებული იყო, რომელსაც დილის საათზე რო ჩატარებული იყო და რეალურად მოქალაქეებს ამ აქციაზე მოსვლა არ შეეძლოთ, ეს იყო გასაიდუმლოებული აქცია და ნებისმიერ ადამიანს შემოერთების საშუალება არ ჰქონდა და არც მის საშუალება არ იყო, რომ ხალხმრავალი ყოფილიყო ეს აქცია. LGBT აქტივისტების აქცია ორგანიზებულად მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის მოადგილემ განუცხადა. ამასთანავე ეკა სხილაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის გამოხატვა LGBT თემმა მომავალშიც უსაფრთხოდ და მათთვის სასურველი ფორმებით შეცვლოს. ამ ეტაპამდე სიმშვიდე იყო და აქცია ორგანიზებულად ჩატარდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდაც ამ ადამიანებს ჰქონდეთ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით ეფექტიანი სარგებლობა და არ უხდებოდეთ გარკვეული შეზღუდვები იმისთვის, რომ ღია ცის ქვეშ აღნიშნონ დღე, რომელიც ძალადობის დაგმობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ არის მიმართული. გამოშვებაში საერთაშორისო ამბები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის თურქ კოლეგა რეჯეფ თაიპ ერდოღანს შორის თეთრ სახლში შეხვედრა გაიმართა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზად არის თურქეთთან ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები განავითაროს. სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით თურქეთის ძალისხმევა ამერიკის პრეზიდენტმა უმნიშვნელოვანესად შეაფასა. თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაუშვებელია სირიაში ნებისმიერი კონტაქტები ტერორისტებთან. ერდოღანის თქმით, თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების საძირკველში დემოკრატიული ღირებულებები დევს. თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო, ნატო და G20-ის ფარგლებში.
ნატო მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსული ინტერნეტ რესურსების ბლოკირება უსაფრთხოების საკითხს და არა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ რუსეთისთვის დაწყებული ახალი სანქციების ფარგლებში სანქციები დაუწეს და რუსულ სოციალურ ქსელებს, ვკონტაქტე და ოდნოკლასნიკი, ასევე სანქციები შეეხო კომპანიამ Mail.ru და Yandex და მათ სერვისებს. პრეზიდენტის განკარგულების თანახმად უკრაინაში ინტერნეტ პროვაიდერებს ეკრძალებათ აღნიშნულ ინტერნეტ რესურსებზე მომხმარებლებისთვის წდომის უზრუნველყოფა. სანქციები 3 წლითაა დაწესებული. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა ნიუსმა გაავრცელა. აფრიკაში სურის სოფლებში 2500-მდე ადამიანი ცხოვრობს. აქ გადაწყვეტილებებს კაცების ასამბლეა იღებს, თუმცა ქალები თავიანთ შეხედულებებს დებატების დროს გამოხატავენ. ოჯახს ქალები უძღვებიან და ისე განკარგავენ, როგორც მოესურვებათ. მამაკაცები ასაკის მიხედვით იყოფიან: ბავშვები, ახალგაზრდები, ასაკოვანი და მოხუცები. ამ სტატუსების მოსაპოვებლად რთული დავალებების გადაჭრაა საჭირო. ბავშვები საქონლის მოვლაში 8 წლიდან ეხმარებიან უფროსებს, საქონელი სურის სოფლებში ძალიან დიდ როლს ასრულებს. სწორედ საქონლის ოდენობით ითვლება შესაძლებლობები, ვისაც მეტი ძროხა ჰყავს, უფრო შეძლებულია. ყველას გაუგია წითელი თეთრი ვარდისფერი ღვინო, თუმცა ლურჯი ღვინო ინოვაცია. ცოტა ხნის წინ ესპანეთში სტარტაპმა გიკი ღვინის ინდუსტრიაში სიახლე შეიტანა. მათ ბასკეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის გუნდთან ერთად შექმნა ლურჯი შეფერილობის ღვინო. იგი ესპანეთში მოყვანილი სხვადასხვა სახეობის ყურძნის, მათ შორის წითელი და თეთრი ყურძნის კომბინაციაა. ლურჯ შეფერილობას მას ყურძნის კანში არსებული მცენარეული პიგმენტი, ანტოციანი და ორგანული საღებავი აძლევს. როგორც ლურჯი ღვინის შემქმნელები ამბობენ, მათ ესფერი აირჩიეს, ვინაიდან იგი მოძრაობასთან, ინოვაციასა და უსასრულობასთან ასოცირდება. და გამოშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. ნინო ჩხეიძის სოჭის კონცერტის აფიშაზე ლამაზი და ჭკვიანი უწოდეს. როგორც ტექსტში აღნიშნული, იგი გამორჩეული ხმის მქონე ქართული ქალაქური ფოლკლორის შესანიშნავი შემსრულებელი და მისი სტილი პარიზული შანსონის თბილისურ ვარიანტს წარმოადგენს. ნინო ჩხეიძემ სოჭში ქართველი მაყურებლისთვის კონცერტი გამართა. მასთან ერთად ნიკა არაბიძე და ვახო ბიჭიკაშვილი იმყოფებოდნენ კონცერტის ვიდეოს ინტერნეტში უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. 8 ივლისს ლონდონის საჩემპიონო კრივს უმასპინძლებს საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონი ბილი ჯო სონდერსი ტიტულის დაცვას ქართველ ავთანდილ ხურციძესთან ბრძოლაში შეეცდება. ახლახან ბრძოლის წინა პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მხარეები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ ბილი ჯო სონდერსი 24 ბრძოლიდან 24 გამარჯვებით იწონებს თავს. აქედან მან 12 ნოკაუტით მოიგო. ხურციძემ 33 ორთა ბრძოლა მოიგო, 22 ნოკაუტით. 2 ფრედ დაასრულა და 2 წააგო. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალ დილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგეძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგზაურობთ ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ჩვენი გამოშვება კი ამით დასრულდა, ნახვამდის.